რას მიიჩნევს ზესტაფონის მოსახლეობა პრიორიტეტად და რის მოგვარებას თხოვენ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას გადაიბარებენ. ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეები არაერთ გამოწვევაზე საუბრობენ. სოფლელი კაცი ვარ და სოფელში ბევრი პრობლემა არის. დასარიელდა სოფლები. ხალხი გარბის, საარსებო წყარო ცოტა არის. ამჯობესი იქნება რომ მიექცეს სოფელს ყურადღება. ახლა გზები და ეს გეიყვანეს, მაგრამ ეგ უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო. უფრო ადრე იყო საჭირო. თუ ხალხი დამაგრებული იყო ადგილზე. მოხუცები რჩევით სოფლებში, ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან, გარბიან. თუ საარსებოს ვერ ხედავენ. სადაც ხედავენ საარსებოს, მიწევენ იქ. ისტორია. თორლების წარმომადგენლების მე არაფერი ამწამს. ისე როგორც ამ ხელისუფლების საერთოდ არაფერი ამწამს და პრობლემები იმდენია, მაგრამ ჩვენი დრო არ ეყოფა. პრობლემები ახლა პირველ რიგში საქართველოს აქვს სახელმწიფოებრივი პრობლემა. ჩვენ კარგავთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს და უბრუნდებით თითქმის საბჭოთა კავშირში ვართ უკვე დაბრუნებული. მე თბილისიდან ვარ და არგვეთაში გზაა პირველ რიგში. გზა რომ მოაგვარო. წყალი გზა. არის მოუგვარებელი. 1000 პრობლემა არის, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. გზები, ახლა იმაზე პირადულზე ხო ზედმეტია ლაპარაკი და მეტაგზებს გააკეთებდნენ, სკვერებს მიხედავდნენ და 1000 რამეა მოსაგვარებელი. მე მინდა რომ ქალაქი იყოს ძალიან ლამაზი. Ambeu პრობლემა აქვს ზესტაფონის მოსაგვარებელი. მგონი უფრო ტრანსპორტის. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყავთ? დიახ. უპირველეს ყოვლისა მივულოცავ ჩვენს მერს რა პოზიციას დაიკავა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მას უყვარს ზესტაფონი, უყვარს ზესტაფონელები და ყველა ის პრობლემა რაც დგას ამ ქალაქის წინაშე კარგად იცნობს, რამდენადაც მე მას მოვუსვინე წინა საარჩევნო პერიოდში და ყველაფერს ისე შეავლებს ხელს, როგორც ჩვენს გვინდა ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ბერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციისთვის 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეწყობა 54 კილომეტრის სიგრძის ქსელი და 4,6 კილომეტრი მაგისტრალური მილი. შენდება საფილტრი და სატუმბო სადგური, საკლორატორო რეზერვუარი, მიმდინარეობს აღრიცხვის კვანძების მონტაჟი. სამუშაოების დასრულების შემდეგ 6500 ბენეფიციარი განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. თერჯოლაში ასევე მიმდინარეობს ნომერ 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. 500 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრი ასევე იმყოფებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ის როკიტში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ. ასევე ჩვენ ვნახეთ თერჯოლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვინახულეთ თერჯოლაში ეგრეთ წოდებული საპოვნელას ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი და მთლიანი ქსელი, რომელიც ქალაქს მომარაგებს უკვე ახალ რეაბილიტირებული 24 საათიანი წყალმომარაგებით და იქნება გაცილებით გამართული ვიდრე დღემდე გვქონდა. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს აქტიურად. სკოლა მნიშვნელოვანია იმის, რომ სოფელ როკიტისათვის 240 ბავშვი არის გათვლილი და პროცესი მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებულ ვადებში. დაახლოებით 22 მარტი არის 2026 წლის დასრულების ვადა. თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით 27 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 23 საათზე ბალიქესირის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 4 შენობა ჩამოინგრა.
ხმლით მოფარიკავე ზესტაფონელი თეკლა კაპანაძე თბილისში გამართული კადეტთა ციკლის ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანია. ამბობს, რომ კიდევ ერთი საინტერესო ასპარეზობის შედეგიანი მონაწილე გახდა, თუმცა მეტის მიღწევაც შეეძლო. ტურნირში 7 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქალთა გუნდმა კი ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. ტურნირი ხმლით მოფარიკავე კადეტებს შორის ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისში ჩატარდა კადეტთა ციკლში ევროპის თასი, სადაც ვიასპარეზე იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, დავამარცხე უზბეკთა და ყაზახთა გუნდის წარმომადგენლები, დავიკავე მესამე საპრიზო ადგილი და მოიპოვე ბრინჯაოს მედალი. ჩემი შედეგი თუ არ საკმაოდ კმაყოფილი და ეს იქნება ჩემი мотивация, რომ მომავალში უკეთესი შედეგი დავტოვო. მადლობას ვუხდით ჩემს მწვრთნელს და ამავდროულად საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას და ზესტაფონის მერიას, რომ მომწასა შანსი მიასპარეზა ამ შეჯიბრებაზე.